როგორ დაემშვიდობო სამუდამოდ აზარტულ თამაშებს არა მხოლოდ ონლაინ ვებგვერდებზე, არამედ ადგილზე მისვლის შემთხვევაშიც. სანამ დეტალურად მოგიყვები რა უნდა გააკეთო და თან სახლიდან გავსვლათ, მანამდე მინდა მოგმართოთ თითოეულ ჩემს გამომწერს და გთხოვოთ ისე როგორც არასდროს და ასევე კონტენტ კრეატორებსაც, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ ამ ვიდეოს გავრცელებას, გააზიარეთ, რადგან თქვენს გარშემო შეიძლება არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლების შესახებაც არ იცოდეთ, რომ ისინი დამოკიდებულნი არიან ამ თამაშებზე და მათ უბრალოდ უჭირდეთ ამის აღიარება. ამიტომ ერთად გადავარჩინოთ ჩვენი გარშემოყოფები, გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე და კარგ შემთხვევაში ალბათ მათი ცხოვრება. კარგით, დავიწყოთ. პირველ რიგში შედიხართ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, RSG-ზე და გადიხართ უმარტივეს რეგისტრაციას. დააჭირეთ მენიუს, შემდეგ ქვემოთ აირჩიეთ განცხადებები, შემდეგ ზემოთ ახალი განცხადების რეგისტრაცია. ამ გრაფაში ჩაწერეთ დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემების შეტანა, აღმოჩნდებით ამ გვერდზე, მონიშნავთ აი ამ ღილაკს და დააჭერთ გაგზავნას. მომდევნო დღიდან თქვენ აუცილებლად მიიღებთ შეტყობინებას, რომ თუ კი რომელიმე ონლაინ აზარტულ თამაშების ვებგვერდზე ოდესმე რეგისტრირებული იყავით, აბსოლუტურად ყველა საიტზე დაიბლოკება თქვენი ანკეტა და ვეღარასდროს ვეღარ შეძლებთ ვერც მის აღდგენას და ვერც თავიდან რეგისტრაციას, ასევე თუ რომელიმე აზარტული თამაშების შენობას ადგილზე ესტუმრებით და გადაწყვიტავთ, რომ ონლაინის გარდა ადგილზე ითამაშოთ, თქვენ არ შეგიშვებენ შიგნით, იმიტომ რომ წარმომადგენელს აღარ ექნება კანონით უფლება, რომ თქვენი პირადობით შიგნით შესვლა მოახერხოთ და თუ ეს ყველაფერი მაინც მოხდება, კომპანიას მოუწევს საკმაოდ დიდი თანხების გადახდა. მოკლედ, ყველანაირი გზა ჩაიკეტება იმისთვის, რომ თქვენ ითამაშოთ. კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, რომ გააზიაროთ, გაავრცელოთ ჩემი ვიდეო და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გარშემო არსებობენ ძალიან ბევრი ადამიანები, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებთ და ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ და დიდი იმედი მაქვს, რომ მათ თუნდაც აი ამ ინსტრუქციით დავეხმარებით.